მოგესალმებით ზურფასო ტელემაყურებლებო. რუსთავი 2 და კომედი გრუპი წარმოგიდგენთ ყველაზე სახალხო და სასაცილო შოუს გააცინე და მოიგე. ვისაც სურვილი აქვს აქ ითამაშოს, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები ჩვენს ელექტრონულ მისამართზე გააცინე ზაღლუკა rustavi2.com ან დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე, რომელიც მითითებულია თქვენს ტელეეკრანზე, ან მოგბრძანდით ჩვენს მისამართზე სანდრო ეულის 5A. დავიწყოთ ახლა თამაში. პატივცემული კომისია ნიკოლო ზარაბიძე და ვახო ბიჭიკაშვილი. გთხოვთ. დავიცი, თავად როგორ ახართ? პროგრესალები ძალიან გამიხარდა, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, რომ ადამიანებს არ გაუწინო. როგორი კეთილი დასაწყისი იყო. შენ რას დაამატებდი? მე დღეს როგორც ხედავთ მოვიწვია. და სოლიდურად გამოვიყურები. მოვიწვია, ესე იგი ველოდები კლასიკურ ხუმრობებს. კლასიკურ ხუმრობებს. ანუ შენი საყვარელი ჟანრი რო გაქვს, იმას ელოდები. კი ბატონო. მე თქვენ გელოდებით, გაიცინებთ თუ არა, დაიკავეთ თქვენი ადგილი. გამოდი აბა დაიკავოთ ადამიანმა. უნდა დაიკავოთ. დასხედით. შეხებულია კარევა, აი თუ ფული აიღო ვინ? ჩახედეთ, რაღაც ღია მეც არ მომეწონა რომ დახვდა. არის. ძალიან კარგი, სეიფში ფული არის. დავიწყოთ? რა თქმა უნდა, ჰეი. რაღაც ემოციას ვერ ხედავ, ცოტა გამამხნევეთ, რომ დავიწყოთ. ეგრე ელოდებით პირველ მონაწილეს, რა არის ხალხო? პირველი მონაწილე, შოთა მანჯავიძე, აპლოდისმენტები. გამარჯობა ბატონო შოთა. იგა ბატონო, მოდის მოგითხო, მაგრამ კომენტის შოუში რო ხედავთ ხოლმე, სულ თვალი ხარ და ხარაგოგლის გინდა მოგიღეთ თუ არ გამიწყრები ბაბუა. მადლობა გეცვალე, მადლობა. ვიფიქრე რა ვქნა, ასე იქნება, ან ხوار ეწყინება. თქვენ გენაცვალე, დიდი მადლობა. გაიხარეთ, მადლობა. ჩემ ვიძილზე ზრუნავთ ასე. გაიხარეთ ბატონო შოთამ. ხარაგაული და მზამდებით. დაბადებული ხარაგაულში და დაბერებული ზასტაფონში. არ წასულხარ შორს. ყველაზე ძვირფასი ნივთი, რომელიც გაგაჩნიათ. ნივა მყავს და დავდივარ მით, დავქნა. მუხლები მდგივა. გაიხარე. შეგვიძლია დავიწყოთ, ბატონო ვახტანგ, ხო? ოკეი, არა, ერთი თხოვნა მაქვს. მინდა ორიოდეს სიტყვით რაღაცა მოუყვე ჩემი თავგადასავალი ცოტა. სად მუშაობდი როგორ იყო და მინდა მივესალმო იმ ხალხს. კი ბატონო, ორიოდეს სიტყვით კი ბატონო. კი ბატონო. დროის გარეშე. ხო. მუშაობდი ყოფილ დოსააფში. ინსტრუქტორ მძღოლად ტარებას ვასწავლიდი. 40 წელიწადი. მინდა იმ ხალხს, ვინც უყურებს ამ გადაცემას, მე ვისარგებლო ამითი და მინდა სულ ვინც სახეზე არიან, ცოცხლები ვინც არიან, ჩემი ამხანაგების ნუგზარი პატარიძეს, ვახტანგი ჩუბინიძის თამადობით ყოველ დღეს დეესტრონ რამდენი გათენდეს. ვინც აღარ არიან საზღალი ჯანჯღავა იყო ჩვენი უფროსი, იმის თამადობით ჩემი ამხანაგები იმათი მოგონება იყოს. გაიხარეთ. ეს კიდო და მეთქომედია. გაიხარეთ ბატონო ჩემო. ბატონო შოთა, წესები ვიცით? ბატონო, წესები ვიცით თუ შეგახსენებთ? ვიცი კაცო, წესები ვიცი, მაგრამ რა არის იცი? ბაბუა. დიახ. მე შესწავლები მინდა ყველა. შესავლები გვინდა. ჩვენთან მორჩა საუბარს გადავიდა მეზობელთან. ახლა ლაპარაკია, ბაბუა. სამს გამევიყენებ და ის 2 წუთი შესწავლების მამეთი. არა, ასე მორიგება ანუ ამ სიგზე შესავალია? არა. ბატონო, ახლა რო არ დაგაზარალო. თუ არ დავზარალდე. კარგით, ბატონო შოთა, შესავალი მე გააკეთეთ, მაგრამ სამს ვიტყვი. ძალიან დიდი შესავალიც ნუ იქნება. არა. კარგი, დავიწყოთ მაშინ. დავიწყოთ. შესავალს უსმენთ. 60 ახლა ვარ 80 წლის. 74 წლის რო შევიქენი. დამიძახავ ოჯახობა მოდიაქაო. რა გინდა მეთქი და ამ ხნის ვართ უკვეო. დაანებე ყოველღამე ხაკურს თავი. დამეცა გულზე, მაგრამ რა ვქნა? აბა რა ვქნა მე? კვირაში 2 დღე მაინც გამოტოვეო მითხრა. რომელი დღე გამოვტოვავთ ხოლმე უთხრა. მაგას მე დაგიდგენო. სიდანი ფიქრა, როგორ მოიფიქრა, რა ფერ მეიფიქრა? კვირაში ხوار 7 დღე. შენი წინაასო, შოთა მქვია, შუო, რომელ დღეშიდაც ურევიაო,
იმ დღეს კიო და რომელშიდაც არ ურევია გამოტოვე ისიო. ჩამოთვალე ახლა უცებ ვერ ვილაპარაკო და პარასკევში და კვირაში არ ურევი. აი თქვა მე უთხარი და ვეთანხმი აბა რა ვქნა ახლა იმის თანადრო არის რომ ცოლი ძალით რო გოუკეთო რამე დაგიჭერე. და ვეთანხმი ამას. ჩავწო 3 2 1 მე ვიდა პარასკევი. მოდის ხალი და მეკითხა ბაზრობის ღიარ დღეს და ფული მომეც. მე ვუსა რა ფული მოგცე? შენთან არაფერი კავშირი მაგ დღესე მე და ფული არ მოგცემე. მე სულელ ხوار. კვირა მე ვიდა. კარგია, ახოს უკვე გაეცინა. ადირია ხალი. გევიდე ერთი კვირა. ერთ უფიქრია სადღაც. ბატონო შოთა, გევიღუპე. ბატონო შოთა. ფული დავკარგე. არ ჩერდებით, ხო? ჰა? ერთი წუთი დაისვენეთ. ამოისუნთქე. გაეცინა. გეიცინა. გაიცინა. რა ვერ გეია. მაინც მოუყვე ბოლომდე. კი ბატონო, ოღონდ ერთი წუთი. 50 ლარი თქვენია, ვაგრძელებთ. ამას ისე დავამთავრებ. ისე დავამთავრებ. მაინც მე გაგეცინო. გასაცინარი არ მithქვია ჯერა და. რა ვიცი. მე ვიდა პარასკევი. უფიქრი ამ ხალხს ახლა, დევიღუპე, ფულის დავკარგე, კაცის დავკარგე. მოვიდა და მე უთხარი, დღეს რა ღიარი მეთქიდა. პარასკევი მითხრა. შუგოურია. კვირას შკვირა. აწმობილი გაქვთ კროპკებზე საქმე როგორც იტყვიან. კარგია, 50 ლარი თქვენია. ჩავთოთ მეორე წუთი 100 ლარიანი. ცოტა შესავალ. კი ბატონო გისმენთ და მანიშნეთ როდის ჩავთოთ რომ. ქალიშვილი მყავს თბილისში გათხოველი და ბავშვი მომიყვანა 5 წლის სოფელში კაიჰაერიო და იყოს ხომი აქანო. იყოს ხომ მოუთხარი და ორი ოთახი მაქვს იქ ხარაგაულში იგორეთია ჩემი სოფელი და ერთში ბავშვი დავაზვინე და მეორეში მე და ჩემი ოჯახობა დავძე. ჩავთოთ. რაცენ და დილა ეს ბავშვი არის მოღუშული გაბერილი გლახახასიესე რა მოგივიდა ბებოდა რა იყო გატეხა ხალმერთი ამბავი და რაშია საქმე და სიზმარი ხوار ნახე ცუდი და რა სიზმარი რა სიმართლე იყო რასაც მე ბაბუა შენ ჩემს შუმას წუხელიო არაფერ შვილო რა უნდა მიჭმია მას რას ლაპარაკობ ოდიში ახლა ამ სიტყვას აბა რა უნდა ჩქარა გაათავი ბოშმარდე ინახოსაო იგეგაი ეს 22 წლის უარმოები და გარასმეტი. ასეთ ასაკში რო ასე ყვებით ისტორიებს ახალგაზრდა რო არ მომზადით ჩვენთან კიდე კარგი თქო. ბევრი არის გადარჩენილი. ბატონო შოთა 100 ლარი თქვენია, გილოცავთ. ეხლა მითხარით, წინ 200 ლარია, გავაგზელებთ თამაშს თუ შევწყვიტავთ? შევწყვიტავ, წავიღებ ამა ღორი კი არ ვარ გას. ანუ შევწყვიტოთ 100 ლარი. შევწყვიტოთ 100 ლარი თქვენება, დაიღო სეიფი, გამოვიდეს 100 ლარი. მომზადით და მომზადით. კარგად ეკავი, კარგად. დიდი მადლობა რომ გასწრებთ. მოდი მოუთხოვი. მინდოდა იმის ნახვა ვერ ნახერო, ეს რომელიმე თქვა აღაბი. არა უჩასკაცად გაიყარეთ. გამოგვიარეთ საქმე ვარ. გაიყარეთ. კარგად იყავით. მადლობა. ძალიან კარგი გადაცემა არის ბიჭებო. გენაცვალეთ თუ ყველა სახ მონაწილეები ვიცხართ, ვინც ეს დაადგინა, ვინც ეს გამოიგონა, რუსთავიორს დიდი მადლობა და ნიკას ანსამბლს დიდი მადლობა. გავიდეთ შემდეგ მონაწილეზე. ვლადიმერ ბაჩო ასანიშვილი. აპლოდისმენტები. აღარ შენაღლა თვითონ გამოვარდა სიხარული თბილისი 6 უმუშევარი. რას ნიშნავს ეს? ანუ ეხლა დაიწყო მუშაობა. დაახლოებით მაგას. ეხლა დასაქმდით? 20 წლიდან. 20 წლიდან. საყვარელი ქვეყნები უწერე ძალიან მაგარ. რუსეთი, სირია. ანუ აქ არის, აქ უყურე. ნახე რა მაგათ არის, ნახე. ძიმეთი გამოიყოფა და რა გამოდის? ხედავ აქ ესე იგი არა, ისეთ იმაში არის. ყველაზე ძალიან რაც მომეწონა ამ ადამიანში ეს არის, რომ ყველაზე ძვირფას ნივთი არ გააჩნია.
ყველაზე მხიარული ადამიანი, რომელსაც იცნობს შალო ნათელაშვილის და ეკა ბესელიას ინგლისურის მასწავლებელი. ძალიან კარგი. ანკეტიდან ჩანს რომ იუმორის გზნობა აქვს ამ ადამიანს რაღაც აქვს ჩენია თუ ის რომ რა ჟანრი შეგვიძლია გააცინე და მოიგე. კარგი. წესები ხა არ უნდა ამას ლაპარაკი ვიცით? შესავალი თუ პირდაპირ? შესავალი მუსიკალური ნომერი მაქვს. ერთი უბრალო ქართველი ბიჭის ისტორია. მაშინ 3, 2 და 1. და დეკემბერში ელოდება ბავშვს. ბიჭია, ბიჭი. შენ 15 წლის გახდი წეც. ბიჭი მეორე კლასში გადავიდა. ბიჭი რეალის ფანი იყო. მახინჯივა. ბიჭი გარდატეხის ასაკშია. ახოს გაეცინა 50 ლარი შენია, ძალიან ორიგინალური ნომერია. ვაგრძელებთ. კი, და ანუ აქედან გავაგრძელებთ. კი ბატონო, 3, 2, 1. ბიჭი ბიძამ ქალებში წაიყვანა. 1 2 3 4 ბიჭის პირველი ღამე, თუმცა ძმაკაცებს ასე მოუყვა. ბიჭს უყვარდა კინო, განსაკუთრებით გიждდებოდა ხარება და გოგიაზე. ბიჭი პოლიტიკაში წავიდა. ისე ახოს გაეცინა, მერე ნიკაც აყვა. კარგი, 100 ლარი შენია. აზრიანი ხუმრობა იყო კი, ძალიან. ვაგრძელებ. ვაგრძელებ, ოღონდ თუ გინდათ ახლა ამას დავასრულებ და სხვა ჟანრს შენ უნდა გადაწყვიტო ეს, როგორ შენ. კი, ანუ დროის გარეშე დავასრულებ ამას და აბა დროის გარეშე დავასრულებ. რა მოხდა შემდეგ? რა მოხდა შემდეგ? და ახლა ბიჭი თქვენ წინაშე, ანუ მანამდე იყო რაღაც. შენი მე დავკაცო. ისე თვალსა და ხელშუა ისე გაიზარდა ვერ ვიცა. კარგი, წინორასი ვარი. კი, და პატარა შესავალს გავუკეთებ, ანუ ტრადიციების თანახმად ლექსებს და ანეკდოტებს არ მოვყვები და რაღაც უფრო კავენურ ჟანრს შემოგთავაზებთ ბიატლონის ხომრობებს. 3, 2, 1. ძვირფასო თოვლის ბაბუა ძალიან გთხოვს საახალწლოდ მაჩუქე ველოსიპედი ფრჩხილებში. ან შეგიძლია გამომიგზავნო ველოსიპედის ღირებულების თანხა. პატივისცემით გარიკა. ათეისტმა ინდუელებმა ძროხას დაარტყეს. არტალა აჭრეს და გზა გააგრძელეს. ქართველს უნდა და ამერიკელი ძმაკაცისთვის გაეგზავნა ღვინო 5 წლიანი დაზოლებით. ამიტომ აიღო ღვინო 2 წლიანი დაზოლებით და საქართველოს პოსტით გაუშვა. გიასურა მელაშვილის დაცვა ხშირად იძახის. მე მასთან არ ვარ ძმაო. ბაიკერი ნოდარი, რომელიც კასკის გარეშე მოძრაობს, ყველა მწერის გემო იცის. იმპოტენტი ტრეილერის ძღოლები. დაახლოებით ხდებით, ხო რა საზმაკაცოა ეს? კი. დავაკავშირეთ, ხო? ბატონო, შემოჩენილები არიან. გამოიარეს ისევ. გათავდა ის 1000 ხდები და გამოიარეს და კიდე 1000 წაიღებე. უნდა გავასამოთ. ვაი დედა, ვაი. 200 ლარი შენია, ვაგრძელებთ რა თქმა უნდა. დიახ. 3, 2, 1. იმპოტენტი ტრეილერის ძღოლები ერთი დღით ადრე ჩადიან დანიშნულ ადგილამდე. ადამიანი, რომელიც ხშირად ყვებოდა ანეკდოტებს, მოხვდა ჯოჯოხეთში. იქი კაროჩე ზიან ამერიკელი, რუსი და ქართველი. ერთის თუ ჯოჯოხეთის ანეკდოტია რა. ტაილანდში ისეთი არეულობა იყო, რომ ლამის ქვეყნის სათავეში მოვიდა იგდამსვენებელი შალვა ნათელაშვილი. ინტელექტუალი გიორგი ბაქრაძე ტელევიზორს მანამ არ უყურებს, სანამ ცოლი არ ეტყვის. ყურადღება ეკრანზე. საჭერს თავმჯდომი კრისტიანო რონალდო მოსახვევში ჩართავს მარცხენა პავაროტნიკს და რესკად მარჯვნივ მოუხვევს. ვარკეთილში მცხოვრებმა ჩინელმა ქართულ სექენდ-ჰენდში თავის ნაქონი ჯინსი იყიდა. ნიკოლას! გაგეგი. მანიკო. გაგეგი. აი რონალდო რო კაცმირთავს პავაროტნის ყველას როგორია და ოპ და სერიოზულად ჩავტეხეო იტყვის. თუ არ ვწდები 400 ლარია. 400 ლარი არის. წინ 1000 ლარია. აი სად დავიღუპეთ. რა თქმა უნდა თამაშობ, აღარც კითხავ ეს.
აჰა, მივხვდი. კი. მოვემზადოთ. 3 2 1 როცა ეკატერინე მეორე საქართველოში მოხდებოდა აუცილებლად ბანაობდა ცხენის წყალში. სერიალი სექსი დიდ ქალაქში გადაღების მესამე სეზონი რომ სრულდებოდა, მსახიობი ქალები მიხვდნენ რომ ქალაქი არც ისე დიდი ყოფილა. სტადიონზე მყოფ ელტონ ჯონ სუდიას გადაწყვეტილება არ მოეწონა, მაგრამ გაიყუსა და ხმა არ მოუღია. სპეციალურად იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ძალიან პატარა პირი, კომპანია ჩუპაჩუპსმა გამოუშვა გადამყვანი პატარა პირიდან დიდ პირზე. როდესაც ბათუმის აკვაპარკში ბავშვებისთვის გამართულ კონცერტზე სამღერლად გამოვიდა ნინო ჩხეიძე, დელფინები შეცურდნენ დარბაზში და დაიწყეს ბავშვების გადარჩენა. სექსუალურ მანიაკს შერცხვა და გაწილდა, როდესაც ქალმა დამცინავად კითხა: "სულ ეს იყო, ბიჭო?" ქართველი ფეხბურთელები თამაშის მერე რჩებიან სტადიონზე და მაყურებლებს აჩვენებენ იმ გოლებს, რომელიც თამაში ვერ მოხდა. ესეც ასე, ჩემო მეგობრებო. ესაც მაკაცო უკვე აქ არის, მაგრამ რას ვიზავთ? სეიფი გაიღოს და 1000 ლარი გადავცეთ დამსახურებული. კარგი ბატონო, კარგი. ქართველი ფეხბურთელები. გადავიცემო, ზუსტად თავი. უკვე ხემა იცის, ხო რა ბოლო დასტაცო. სახელებით დავარქოთ თუ პირდაპირ გადაცეთ ხო გაიგო. დავასამით. გაბიცემ ყველაფერს ნახავ მაგასთან გაახუცებ და გააეცე. ძალიან კარგი გადაცემა გააცინე და მოიგე და რავი ხალხი გირჩევთ. მოგზანდით, ოღონდ ხარისხიანი იუმორით რა თქმა უნდა. ბიჭებო, მეგობრებო, გადავიდეთ შემდეგ მონაწილეობაზე. გადავიდეთ. დიახ, მამცნეს იქიდან. შემდეგი მონაწილე სემიან ბურჭულაძე, აპლოდისმენტები. თავად, კარგად, მაგარი. გამარჯობათ ბატონო ნიკოლოზ. გამარჯობათ, როგორ ახართ? თქვენ იყავით კარგად ახალგაზრდების სული გამიცხია. მე სულ ყოველთვის კარგად ვარ. შენგენაცვალე, გაიხარ. ძალიან კარგი. რას წარმოგვიდგენ დღეს? მე დღეს წარმოგიდგენთ, ანუ შინაური ცხოველების პაროდიებს. ძალიან კარგად ვიწყებ. ეს ადამიანი პირველ რიგში. დავსვიეს კითხვა რა. ხო, პირველ რიგში რატომ? გამართლა. დიახ, თან ახლა ეს ადამიანი შინაური ცხოველების პაროდიებს წარმოადგენს. პროფესია რა აქ იცით? ვეტექიმი. ვეტექიმია. ძალიან. ანუ პირდაპირ შეხება აქვს ამ და როგორც ეთქობა, სწავლობს ცხოველთა ენას. ენას. დიახ. საინტერესოა. ყველა ხო არა ვარ მაგითი ექიმი. კი ბატონო. ლევანი დვალმა რითი დაიმსახურა თქვენი საყვარელი ადამიანის წოდება? ანუ მაგი არის კომიკი ჩვენი რუსთავის. გაიხარ. და ჩემი სიძეც არის. რატო არ მოდის ჩვენთან მე? რავი, უნდა დამოსულა, მაგრამ ვერ წამოვიდა წვიმის დროს. არა, სველდება იმედია გამოიდარებს. ადამიანის ველოდება. ადამიანის სველდება ძირითადად წვიმის. ზიან ამინჩი ველოდება. რავი, წარმატებები უსურვოთ ბატონ სერიოზს და შეგვიძლია დავიწყოთ. შეგვიძლია დავიწყოთ? კი. აში წარმატებებს გისურვებთ. 3 2 1 მარტის კატები. კარგია, 50 ლარი შენია, ვაგზელებთ. კატები დავიწყებთ. 3 2 1 ანუ მივდივარ ახლა სოფელში და მან დარი ახლა ცხენი, მამალი. და ინახა უცებ დედალი ცხენი და დაიჭვიხინა. და მერე ქათამი. იკავეთ, მაგრამ ორივე ვერ. კარგია, პაროდიები რა არ ყოფილა აქ, მაგრამ ცხოველების პაროდიები არ ყოფილა. 100 ლარი თქვენია, 100 ლარი თქვენია, წინ 200 ლარია. ვაგზელებთ თამაშს. კი. 3 2 1
ანუ ღორი. ეხლა. რო ჭვიხინებს. ანუ მერე მოდის მანდა უკვე ძაღლი. კავკასიური ნაგაზი. ძაღლიო დაგვი კონკრეტულად. ვახოს გაეცინა. კავკასიური ნაგაზი. კონკრეტულად მიმდინარეობა კავკასიური ნაგაზი. როტვეილერს ესეთი ხმა არ აქვს. როტვეილერსა სხვანაირი ხმა აქვს. აბა როგორ ეგეც ვიცით, ხო? ძალიან არ გავიქო ეხლა. რომელი მოდულაციაში ასყავ მანდა ცოტა. ვარ გეთქვათ ვიცოდი როტვეილერო. კარგია, 200 ლარი. 200 ლარი თქვენია. ცხოველების სახეობები არ თავდება, ვიცით, ბევრია დარჩენილი. ნახოთ, ბოლომდე თუ 1000 ლარზე ავალთ პაროდიებით. ოჩახ, ვაგზელებთ ალბათ. კი, ერთ შესავალი. კი, ერთ. აბა. ანუ კატები რო კონესიან. ეს მარტის არაა. ძაღლები. ძაღლებს როგორ უკნესიან კატები. საინტერესოა 3 2 1. ნამდვილად კატებია ეს? მერე მოდის ანუ მანდა ხო ცხენი და კატა რო გაჩხუბებენ ერთმანეთში. მერე კატა მიაუ 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 სად შეესწარი, სად ამამბებს? ეს ღორი საიდან შემოვარდა ბოლოს? არა, მე მაინტერესებს სოფელ კოდაზე. ბატონო, სოფელ კოდაზე. შეესწარით ამამბებს და თქვენ ესე გულხელ დაკრეფილი ვიყურებთ. კი. მიყვარს ცხოველების დათვალიერება და მაგითი კატა და ცხენი ხოცავდა ერთმანეთს, ეს აქ ამუღამებდა. აბა შუაში ვარ დაუდგებოდი. კატა და ცხენი ჯერ რატო ჩხუბობდა? არა გული აქვს ცხენს ხედავ? კატას რო ეჩხუბება? მე არ ვიცი, რა ხდება. კარგია, კარგია. 400 ლარი შენია თუ არ ვწდები? 400 ლარია, ხო? აქეთ უკვე შენ გავჩერდები ჯობია. ცხოველების აღარა ფიზიკურად. ანუ 400 ლარზე ჩერდები. ჩერდები. გაიგო, სე? გამოვიდა 400 ლარი. იმედია მეორე კიდევობა. გაიხარე. გადადით ახლა თქვენ ცხოველებზე საერთოდ პრობლემა. ეგა პრობლემა არ არის. კარეული. ტყეში დათვალიერება. მივლინებ ახლა ერთ ორთვიან ტყეში. აპლოდისმენტებით გავაცილოთ. ძალიან კარგი და ძალიან სახალისო გადაცემა არის ეს გააცინე და მოიგე ვისაც სურვილი გაქვს და ვისაც უყვარს მასხარაობა, ვისაც უყვარს გადაობა და ანეკდოტების მოყოლა, ყველას გირჩევთ ხალხო რომ მოხვიდეთ ამ გადაცემაში და ყველამ ან მოიგოთ ან წააგოთ. ყოველთვის მოგება ხო არ არის ეს ჩვენი თამაში ხო? წაგებაც უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა და მოგებაც. ახლა შემდეგი მონაწილე რასახის იუმორს შემოგთავაზებს. მავრა ქარდავა. მოგესალმებით გაბატონო მავრა. სტუდიიდან ვარ ჩამოსული. გიცანი? ძალიან მიხარია თქვენი გადაცემა და მიყვარდა. გაიხარეთ. დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. თანაც ჩემი ძმა ცოს რომ მოიღოს თქვენ უნდა დაგაპატიჟოთ იქ. ხო? როდის მოყავს ძმა სწოლი? მოყავს ამ ზამთარში რა იცი. კი ბატონო. ხო, ზამთარი სტრატეგიულად კი გადაუწყვეტია. ზამთარში ჯობია ცოლის მოყვანა. საყვარელი ანდაზა ვერ ამოვიკითხე ბოლომდე და თქვენ შეგიძლიათ გითხრათ. კი. ახლა გითხრა? დიახ. ჩემი ეზოში. ჩემ ეზოში მამისა წითელი მამალი ყივის. წითელი მამალი ყივის. არ გამიგია ესეთი ანდაზა. ძველ ბერძნებს ჰქონდათ ეს ანდაზა. იმპილა აკაცო.
გაიგეთ რა? აჯიკა? გამოცანა ყოფილა. იმბილა წითელი ჩანს. გამოცანა. გამოცანა ყოფილა. ამაშია საქმე. გამოცანა. ყველაზე მხერული ადამიანი, რომელსაც იცნობთ. ბიჭიკაშვილი. ბიჭიკაშვილი? შეცვალეს ამ წუთას, ხო? ამერებს ხო ნიკა არაბიძე წერია აშკარა. ნიკა არაბიძე წერის არა. ბიჭიკაშვილს უფრო მეგრული ესმის და იმიტომ. სტრატეგიულად დამარცხა ეხლა. არ წავალდა. ნიკოლოზარა. და წავალ მე. არ წავალ. პროტესტის ნიშნად ერთხელ ხო შეიძლება რომ სხვაც იყოს შენს არა, გარდა. მე იმიტომ კი არა, აკრო წერია. ნიკა არაბიძე წერის და ბიჭიკაშვილიც ხო, არის. მოტაებ ორივე. ორივე. რამ განასხვავა? ჰა? რამ განასხვავა? ერთ-ერთი ვართ ორივე ფაქტიურად. ერთი კი ბატონო. დავიწყო. 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 წესები ვიცით. კი. თორე ჩაგვასწრებს ეს გავაბა. შესავალი თუ პირდაპირ ჩავთოთ? პირდაპირ. 3 2 ახლა პატარას მყავს და ცოტას მიუძღვნის სიმღერას. კი ბატონო. 3 შეიძლება? 2 და 1. პატარა თამარი. მე მყავს პატარა თამარი. მე ვარ თქვენი უნაზესი სევდა. სიზმარშიათ მე შენ თვალებს ხედავ, საყვარელო გენაცვალოთ ბებო. პატარა გიორგი. საყვარელო პატარა გიორგი. და ხიარულად იყავით ჩვენთან ერთად. გისურვებ ჯანმრთელობას და დედა და მამასთან კარგად ყოფნას. ოიდა რიმდაიდა. სიმღერა იყო, ხო? თქვენი სახეები უნდა გენახათ. მე ვარ თქვენი პატარა თამარი, მე ვარ თქვენი უნაზესი სევდა. სიზმარშიათ მე შენ თვალებს ხედავ, თქვენთან ავარ მავრა ბებო, გავნათე. ერთი წუთი. თქვენ მოიგეთ 50 ლარი. გილოცავთ. წინ არის 100 ლარი. ვაგრძელებთ თამაშს. კი. შესავალი თუ პირდაპირ ვიხუმროთ? არა, ისი პირდაპირ. პირდაპირ. მაშინ 3 ჩემი მეზობელი წავიდა სვანეთში. მოდა? შიეო და მაგრადო და შეჭა მამამ კუპტარი თურმე და მოვიდაო ის თავის პატრონი და 9 საათი იყო და შეჭამეო ბიჭო საჭმე არ მინდაო კაცო თხარია და შენი კაცი ვარო და არა კაცი ვარო მეო? კაი კაცი ვარო თუ არა? რას გიაო არა კაცი ვარო მეო? საჭმელი ჭამეო მითხარი ან მადლობა უნდა მითხრა ან რაიმეო თუ არა? ამაზე რატო უნდა ვთქვაო ესო? მოდა გაგიჟდა თურმე ეს და გული მოიყვანა თურმე იმ სტუმარმა. ამის გულიზე. არა კაცო არ მინდაო და არა კაცი ვარო მეო? ჭამეო საჭმელი გეუბნებიო და. არა გავთავდი კაცი არ შემიძლია. კარგია. 100 ლარი თქვენია, გილოცავთ. წინ 200 ლარი. ვაგრძელებთ თამაშს. კარგით, შესავალი თუ პირდაპირ ჩავს? არა პირდაპირ. ჟიური დაწყარდეს ეხლავე. პატივცემულო კომისია. აგზელებთ თამაშს. აშკარა. ეხლა დაწყარდებიან ეხლა იციან. მაგრა ვიცილებ. როგორ ახართ? კარგად. აბა, სახეები დავალაგეთ. 3 2 1. ახლა ძიაბნახე, კაკაბნახე, ღმერთო, გოქრო დამანახე. ძიაბნახე, კაკაბნახე, ღმერთო, გახარება გამანახე, დამანახე. მე კიდე რაღაცას ვეძებ და არ ხედავ თურმე და ჭრელი მაქვს ეს ენა და ისა. ლაპარაკობა მას. ერთი წუთი. დავდივარ და ვერ დავეძებ, ვერ ვძებ. კალბატონო მავრა. კაკაბნახე, რო ვიყრი და უცად მოძებნი ყველაფერს. კალბატონო მავრა ერთი წუთი გთხოვთ. 200 ლარი მოიგეთ, გილოცავთ. ვახოს ჩაეღიმა, მერე ყველას ჩაეღიმა. წინ 400 ლარია, ვაგრძელებთ თამაშს. კი. კარგად დაფიქრდით. კი. მაინც კარგად დაფიქრდით. კი. ჩავთო პირდაპირ. 3 2 და 1. შაირები ბევრი ვიცი, ბევრი გამიგონია, მავრასტანა მოშაირებ თქვენ არგსად არ გყოლიათ. განაგძეთ, დრო გადის, ჩქარა. მერე ჩემ მეზობლის ბავშვმა, მეზობელები არიანო თქვენ თქვაო ბავშვმა და
მებოზელები არისო, ჩემი მეზობლის ბავშვებიო. გააგზელეთ. ნუ ჩერდებით ხუმრობით და ხუმრობამდე, ნუ ჩერდებით. და კიდევ ჩემი აჰა, უყურო ჩვენს. აბა, რამე იქნებ, რამე თქვათ, რამე. რამე თორე გავიდა ლამაზად წუთი. ასეთ ყურებაში ჯერ წუთი არავის არ გაუტარებია. აიღობი რა გეტყურება. ასე ყურებაში ჯერ არ გაგვიტარებია წუთი. ლამაზი ლოგო გვაქვს, უდაოდ წუთის ლამაზად წერი. ხალბატონმა მავრა, რატო გაჩერდით? აი ძალიან კარგად დაიწყეთ და მე არ ვიცი, რატო გაჩერდით, აი ვერ ხვდები რა. დაახლოებით 9 წუთი ზერდით ჩეჩნეთის ლამაზ ლაჟვარდებს. 40 წამი დაკარგეთ აი ესე. და რატო აი არა უდაოდ ლამაზია, მაგრამ 40 წამი გამოგდიოდა კარგად ეს ყველაფერი და ხალხსაც სტუდიაში დამსწრე საზოგადოებას და ჩვენც გაგვეცინა სადღაც პირველად 9 წუთზე მეორე 15 წამზე და თუ დაგავიწყოთ, უნდა დაგეწელათ ხალბატონო ეს ბურთი. უნდა არ ვევილი და დამეკარგა სადღაც. მაგარ შარში ვარ. ნუ რას ვიზავთ? წესია. შემდეგში გოსტუმრად მომზადებული უფრო და ძალიან გთხოვთ, გული არ დაგწყდეთ, ღვეული არ დაკარგოთ. როცა შემდეგში ეს სულ ესე დგას, შეგიძლიათ სანამ დროს ჩართოთ, ერთი წუთი ჩაგირთავთ, გაერთეთ, უყურეთ და მერე დავიწყოთ თამაში. არც ეგ არის პრობლემა. მოგითხვა ზუგდიც, მართლაც და დიდი მადლობა რომ მომბრძანდით, გული არ დაგწყდეთ. აპლოდისმენტები გავაცილოთ. ჩემი რა ვიცი ახლა ზუსტი ყველაფერი მინდოდა რომ მეთქვა, მაგრამ შემეშალა რაღაცეებიც. და ძალიან მწყემია რომ სულაც წავედი. მოდი ვნახოთ შემდეგი დუეტი უკვე მონაწილეები. გეფიცები, რა შემოგთავაზებენ? ჯეინ გრიგორიანი და თათია მეტრეველი. აპლოდისმენტები. გამარჯობა გოგონებო, გამარჯობა. არ არის პრობლემა, არანაირი. ჯეინი რომელია? ჯეინ გრიგორიანი და თათია მეტრეველი. დები ხარ? არა, დები როგორი იქნება? ჯეინი რომელია გოგო? დები როგორი იქნება? ჯეინი, რა მაგარი სახელია? ჯეინი არის. ინგლისური სახელია სხვათა შორის. კი, სმენია ჯეინი არის. ერთი ცხოვრობს ლაგოდეხი ჰოლივუდი, მეორე ცხოვრობს ლაგოდეხი ერევანი. მაიკი და მეტყობა მე მგონი. ეს ხუთი ენა ვიციო, მართლა იცი ისე, ხო? ისე რა იცის, მაგრამ რომელი ხუთი ენა? ქართული. გამარჯობა. სომხური ბარევძეს. რუსული здравствуйте. პოლონური dzień dobry. მათ გავჩერდი? მე არ ვიცი უბრალოდ პოლონური. ხო და ეგლისური hello. დარლინგია. და გერმანული ცოტა, guten tag. კარგია. არა, ძირთად მომავალი პრეზიდენტი. ფაქტა. რამდენი ენა იცის ხოლმე ძირთად პრეზიდენტი? ნიშა მადლობა ორი ენით მე მგონი. ესე იგი, ოსკარზე ოცნებობს თათია რა. რა თქმა უნდა. იმენი სერიოზულად დაფიქრებული ამ საკითხზე და სახელი გვარი ოსკაროსანი თათია მეტრეველი. 115 წლის განათლება უსაქმური ოსკაროსანი. საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, ოპერატორი, ოსკაროსანი. ასა ჩვენ რა ძამბერა მეგვაქვს გადაღებული და დისკი მოგიტანით. თუ გინდა გადააგდეთ, მაგრამ ჩვენი გადაღებული რაღაცების წერილი სხვა დროს. დისკი მოგიტანეთ, თუ გინდა გადააგდეთ. არა, არ გადააგდეთ. ყველაზე მაგარი შეთავაზება რაც გამიგე. გადაღებული წერილი სხვა დროს წაიკითხეთ. ხო. თუ რა ხა წაიკითხეთ. თუ მოვიგებ ოსკარს რომ ავიღებ, მადლობას გადაგიხდეთ. ანუ მე გადაგვიხდეს მადლობას, თორსა ოსკარი არ გადაგიხდით. რა ვიცი, მე წარმატებები მინდა გისურვო და ძალიან გამეხარდება თუ კი აიღებ ოსკარს. მე დავიბოღმები, მაგრამ გამეხარდება. გოგონებო, წესები ვიცით? ვიცით კი. წარმატებებს გისურვებთ. შესავალი თუ აბა გისმენთ. ერთ წუთი ოღონდ რაღაც მინდა თქვა, ეს არის ნამდვილი ისტორიები. მხოლოდ და ეს ისტორიები რაც დედაჩემმა ჩამიტანა ძალით. მხოლოდ ეგეთი ისტორიები გვაქვს. დედის ისტორიები, გასაგები. აბა შესავალი.
ესე იგი, ჩვენ ვართ, ანუ მე და ჩემი ოჯახი ვართ სადაც სასოფხეთიდან. და მივხვდით ხო. და ერთხელ დიაჩემმა გააგზავნა ჩემი უფროსი და ქვაბზე რო წადი ქვაბი მოიტანე, მურაბა უნდა გავაკეთო. და ეხლა ჩემმა და მარცის ქართული ენა კარგად, იცის ელემენტარული გამარჯვება ნახვამდის როგორ ხარ და ეხლა მიდის მეზობელთან უიმე, დრო ჩავთოთ. აი ჩავთი. და ეხლა მიდის მეზობელთან და თინადეი, ტაშტი მათხოვე დედა ჩემი მურაბა უნდა ქნას. ვერთვის ტყავსანი. ანუ დიაჩემაც არც ის ქართული და ერთხელ აიმიდან მეძახის და მეუბნება ჯეინჯან არის ეს და ვერთვის ტყავსანი ისწავლე. რასვამ სანამ ქვედასაკი მაგრამ გვაბნე. ეხლა ეს მარტივ ოსკარი რო გაუვარდეს ხელიდან დაგოიდგინე იქ რა მოხდება. მე აქ იმიტომ აგდებს ამ პლანშეტს რომ მე ოსკარი არ გაუვარდეს. თამაშია. რეპეტიციო მაინც ეს არის ხო, ეს თამაშია. გოგონებო. დიახ. დიახ. 50 ლარი თქვენია მოგილოცავს. წინა სილარია. კი, რა თქმა უნდა ვთამაშებთ. რა თქმა უნდა თამაშობთ. შესავალი ისე? არა. პირდაპირ? მოიცა შესავალი? ნუ არ მინდა შესავალი. კარგი, მაშინ 3, 2 და 1. მოგეთ, ჩემეთაც წავს ყავს კახელი ხუმარა ქმარი და ერთხელ ორეკავს რომ ზურიკო უნდა გაგახარო და სონება რას ამბობ გომეყრები, არ არის საცლო ვიცი. ისა ეხლა უნდა მოგიყვეთ ერთი პატარა ისტორია. ჩემო მიცის რომ სიტყვა ჯდომა ასოცირდება მხოლოდ ციხესთ არა და ერთხელ დედაჩემს უყითხავს ჩემს მას დედა ისტორიას რომ და იცის ჩემო რომ ჯდომა ნიშნავს ციხეს რა და ეუბნება რომ ერეკლე მეფეზე 60 წელი იჯდაო და ჩვენს მეკითხება რომ ერეკლე მეფემ რა დააშავა 60 წელი რაზე იჯდაო ვარა ეს არის სასწრო ხო და ეკლეთ ბიძაჩემი ხო იჯდა ციხეში და ბიძაჩემა მიშველა აგი გადმოიყვანეს და კი გაცო ერთად ავიჯექი ვინ არის ის ახლა ხო ის არ უნდა მწოდნოთ ყველა უნდა ვიცოდეთ რა თქმა უნდა ნუ 100 ლარი თქვენია გოგონებო წინ 200 ლარია აბა როგორ ახართ და რა შვებით როგორ ვართ მისტერ გავაგზავნებთ გავაგზავნებთ ის ჩატყდება ერთი დავარდნაც და ეს ისე 3 2 მომესვარ ჩემზე აქვს რაღაცა 1 ელექსი ბიძინაც ეიძინებს მარგველა აღარც ახსოვს თუმცა მას ბუძენი კადაქვს ბესელიას ხახო კიდე ელექსი გვაქვს პოლიტიკა ყველას თავზე ენგრევა ჯაჭულიანი თავის ბაშკას ეხება ხადური გვჭამ საქართველოს ერხევა ვერ გაცინებთ გონი მაგრად გვერხევა ეხლა გიორგი ბარდოსანიძე 3 წლის მერე მოგესალმებით ქალბატონო და ბატონო ეს არის შოუ გააჩინა და მაიგე საუმეზე მოქმედების სკაში ნიკოლს გაგეცინა ანუ მე პარკინსონი მემართება 3 წლის მერე ალბათ ნიკოლს გაგეგებ ანუ ეს ცეკვა იყო ხა ანუ ხედა მეუღლის ზეგავლენის რაშია საქმე ჩავწდი მეც ჩავწდი კარგი ამხდარა საათი 5 თქვენ ახლა ხართ 200 ლარი 200 ლარი გააქვთ ხო ნუ 100 გააქვთ არ ვიცი ხა შიგნით როგორ გატეხავთ ამ ფულს მაგრამ 100 ლარი ესე გამოდის სამართლიანად 150 ჩემი 10 ლარი ამის ნუ კარგად სამართლიანად გაყავით კი ბატონო ის დავიწყოთ დაუთვალა ეგრევე ვერ დაუთვალა თუ რა მათემატიკაში ძლიერი მაგრა გაია ზუსტად იცის როგორ უნდა გაყოს ჩაუთვალა მათემატიკაში 10-იანი ყავს ნიკოლს გაგეცინა კარგი ეთქობა რომ 10-იანი ყავს მათემატიკაში წინ 400 ლარია დიახ მაგ ლოგიკით რა ვიცი 20 ლარი ამას და დანარჩენი 320 შე მაინც 10 ლარი კარგით რა შვებით 400 ლარზე თამაშობ ვაგრძელებთ თუ არ ვაგრძელებთ არა თუ გაიცნებ ვაგრძელებთ თუ ახლა მე მაგას ვერ შეგბირდებით გავიცინებ თუ არა რა ვიცი მე გავიცინებ აი მე პირდაპირ გეტყვით თუ ამაზე ძლიერი ხუმრობები არა გაქვს არა გვაქვს რაღაცები წესით და გავაგრძელოთ რა ვიცი ნახოთ ხო არ ვიცი თქვენი გადასაწყვეტია თუმცა გავაგრძელოთ ნახოთ ვიღაცას ველოდებით რომ ითხრას არა ვაგრძელოთ ეწამდაჩა მე ვეგეტარიანელს არა ხო გავაგრძელოთ ვაგრძელებთ 3 ნიკოლს გაგეცინა 2 და 1 ნიკოლოს გაგეცინა მე ეს ეკეთებ ხოლმე რა ვიცი დაგაგვირდი
ფული მომეუნე. წადი. Alla che muove, muove, alla che muove, muove, alla che muove, 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 alla che muove, muove, alla che muove, muove. Rogoria dabolili bagaqi. Ai? წადი მიდი, ხო? დაგვეხა. რაღაცა უშველეთ თქვენ თავს გოგოებო უშველეთ. მოკეთ ერთი ქალი არის ძალიან მსუქანი და ეკითხებიან შენ ესეთ მსუქანი რო ხარ ეთყობა ძალიან ცხელი. პეტაჩ. აუ ასეთ ჩემთვის არავის დაურტყია. რაღაცა მეც მიდევს და გეხვეწები ისე არ მოკლან ერთმანეთ ერთი 100 ლარიც გამოიღებ. არა, გასაგებია რომ რაღაც ჩემთვის კიდევ გუნდა. მე დავიბენი, მაგრამ ეყოფ ახლა ცხვის 400 ლარი ამ ეს დადგმული იყო თუ იმპროვიზაციულად მოხდა სახეში? იმპროვიზაციულად გამცხო. ეგ არ უნდა გვეთქვა. წესით. არა, ფაქტია რომ ცხვირი აღარ გაქვთ, მაგრამ 400 ლარი გაქვთ. ხო, წვიდავთ ამას, წვიდავთ. დაფიქსდით კარგად. წვიდავთ, დიახ. კარგი, ნუ თქვენი გადასაწყვეტია. გაიგოს სეიფში, გაიგოს. რამდენი ფული ყოფილა? სანდავიკი და 400 ლარი გამოვიდეს. როგორ დაგიჩავეს? 200 მე, არა, 300 მე, დიახ. 100. კი, ვალევან. ეს არ მომწევს. ნახვამდის. როგორც ხელში ძალიან გაგვიხარდა რომ მოვიგეთ, ძალიან კარგი პროექტია, ყველას გისურვებთ რომ მოიგოთ და კიდე უნდა ვთქვა რომ მე ოსკარს ავიღებ. აუცილებლად, მალელა. შევაჯამოთ დამასწრო დღეს ძალიან უცნაური გადაცემა ქონდა. კი ბატონო. მე ესეთ უცნაურ გადაცემაში არ ვждარ ვარ პირდაპირ. მეც იშვიათად თუ წამიყვანია მსგავსი უცნაური გადაცემა. ანუ კითხვა რაშია საქმე არის ყველაზე კარგად ესმის ამ გადაცემას ეს კითხვა. რაშია საქმე? აი ეს შეკითხვა არის კი ბატონო. აი მოდი შევაჯამოთ მაინც. ვიზე რა სიტყვით კონკრეტულად ვინ მოგეწონათ? ბოლო გამოსვლელებით ეს ორი გოგონა იყო ძალიან კარგები, რაღაცნაირები იყვნენ. და მოახერხეს კიდეს თავის რაღაცნაირობით ფულის მოგება გარკვეული თანხის. ვლადიმერ ბაჩოზე ვისაუბრებ. ვლადიმერ ბაჩო. მე ვიტყოდი ამ ადამიანზე რომ ცოტა აკლდა ესე ვთქვათ შემართება ხუმრობის წარმოთქმის დროს, მაგრამ აშკარად ხუმრობებს ეთყობოდა რომ იყო ნამუშევარი და ნუ დავაფასოთ ეს ამბავი. სემიონ ბურჭულაძე. სკოლების პაროდისტი. ხო, ამ ადამიანს გამოუწერთ ბიულეტინს, რომ წავიდეს ორი თვით შვებულებაში ტყეში და შემდეგში ველოდებით ტყის ცხოველების უკვე. ნუ ერთი სიტყვით მე ვთვლი რომ დღეს ძალიან კარგი გადაცემა იყო. ანუ მრავალფეროვანი და ძალიან. კი ბატონო. და ალბათ დაგვეთანხმებთ ჩვენ ტელემაყურებელიც და სტუდიაში დამსწრე. მე ხო დაგეთანხმებ. მე ყველაფერში გეთანხმებით. დავამატებ იმას რომ მადლობა რომ ესეთი ობიექტურები ხართ. მადლობა თქვენ რომ ჩვენთან ერთად გაატარეთ ეს დღე. ძალიან გთხოვთ. უყურეთ ჩვენს გადაცემებს. შეხედეთ როგორი იუმორია, კარგი. ნუ დაკარგავთ ამის ყურებაში ერთ წუთს. მოდი ჩვენთან მოიგეთ 1000 ლარი და წადით გაღიმებულები და ბედნიერები.